ერთი საკითხი მინდა ვახსენო, რომელიც შეიძლება არ იყოს ასეთი პოზიტიური, როგორც ჩვენ დავიწყეთ. ეს არის რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ბარები თუ სხვადასხვა ობიექტები, სადაც სამწუხაროდ ხდება კანონდარღვევები, შემსხელთ არსებული ინფორმაციით. ამ კუთხით იყო პრობლემები ადრე, შემდეგ ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ეთყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა, როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ უშვებენ მანდილოსნებს მხოლოდ. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მიუდგეთ ამ საქმეს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სამწუხაროდ გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა, ამიტომ მე სრული კატეგორიულობით თუ გნებავთ ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი, ასე ვთქვათ, ქმედებების გარეშე კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით მინდა რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში. ასევე მინდა ვთხოვო ჩემს თანაშემწეს ადამიანის უფლებების საკითხში ხალბატონ სოფიო ჯაფარიძეს დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს თუ რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში. თუ ეს არის რაიმე დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა კონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა აქ ადამიანების შესვლის, ხოლო თუ ეს არის ღია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ იგი უნდა მთლიანად დაექვემდებაროს და იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ასევე იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს.